დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს და საქართველოში განვითარებული მოვლენებია. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უძღვება. საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საპროტესტო აქციების ფონზე. მინისტრების მხრიდან განხილული იქნება სანქციებისა და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის დაწესება. დღის წესრიგის თანახმად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხსაც განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა კაია კალასმა. მისი შეფასებით საქართველოში განვითარებული მოვლენები არ შეესაბამება იმ მიმართულებას, საითაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა უნდა მიდიოდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით და ხდება მოვლენები, რომლებიც არ შეეფერება კანდიდატ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები უნდა მოჰყვეს ამას მთავრობისთვის, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს რეპრესიის მეთოდებს. ერთი საკითხი არის სანქციები და მეორე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ევროკავშირში 27 დემოკრატიული ქვეყანაა და თითოეულ მათგანს თავისი მოსაზრებები აქვს. ჩვენ შევთავაზეთ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეს იმისათვის, რომ ძალადობას მიმართავენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმის საკითხს, თუ როგორ შევზღუდავთ მას. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა 29 დეკემბრამდე და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.